აბლაბუდები ქონდა. ბაიკზე რო აბლაბუდა გაჩერდება. ბაიკზე აბლაბუდას რა უნდა, შენ თუ ნამდვილი ბაიკერი ხარ. ნამდვილად. მე კი ვარ, მაგრამ გაცდის ვინმე. გულსონ. ჰელო! მაინც დასავლეთისკენ მივდივართ, ერთი პატარა ვლოგი ხوار მიგვეცხო მაგის დედაცვადირე, მეტი ჩვენ ვერსად ვერ დავდივართ და ჰა. ერთი ბათუმში თუ დავარ. კარგი მიზეზი მოგვეცა და. აჰა. ასე რომ, ჰელო, მეგობრებო, როგორ ხართ? აი ესე დაკარგული კაცი დაგიბრუნდათ. დაკარგული გოგოც დაგიბრუნდათ. ესე იგი რა ხდება დღეს? დღეს ხდება ის ამბავი, რომ მივდივართ ბათუმში. კარგი მიზეზი გვაქვს. არ ვიცი ჩემ გამომწერებში რამდენად არიან ელექტრონული მუსიკის მოყვარული ხალხი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დღესდღეობით ელექტრონული მუსიკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, განსაკუთრებით კი ტექნო მუსიკა. დღეს ერთ-ერთი გამორჩეული ტექნო არტისტი I hate models ესე ქვია. ვინციცით I hate models გოლები გაუსწავლოთ არა გორია იმაროდეს ნახოს, მაგრამ მე გამიხარდება. რო გითხრათ რა, ყველაზე მაგრად მიყვარს ეს DJ-ი არა, მაგრამ ერთ-ერთი დასაფასებელი არის. ბოლო დროს ცოტა გაპაფსავდა ძმა, მაგრამ მაინც გონია რომ კარგად ჩააჭერს და მოკლედ ამიტომ მივდივართ ბათუმში. დღეს ღამით იქნება ბუგუნი და გრიალი. და მეც და გულოსაც ძალიან გვიყვარს ტექნო და შესაბამისად კარგი მიზეზი იყო ბათუმში წასასვლელად. და 1-3 წელი იქნება ყოფილვარ ბათუმში ბაიკით და ბოლოს ამ ბაიკით ერთხელ ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ. მანამდე წინა ბაიკებით რამდენჯერმე. გემრიელი გასავალი გზა, სხვათა შორის რაც გვირაბები გაკეთდა. აი მის მერე ნამდვილად არ ყოფილვარ დასავლეთში. იმის და მიუხედავად რომ წვიმებია გამოცხადებული, ისე ვართ მონატრებული ამ ბაიკებით გასვლას, რომ ერთი არაუშაოს მოწვიმო. ჩვენ თუმა ვერ შევაჩერეთ. ისე მაგარი გადაობა. წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ბათუმში ბაიკით ისე არ ყოფილვარ, რომ აი ქობულეთის მისადგომებთან ბანზერო წვიმაში აქედან და იქიდან არ მოყოლიყავ. მეტად თუ იქნება გამონაკლისი დღეს რა. ცოტა ადრიანად გამოვედით, ადრიანად რა 9-ზე გვინდოდა გამოსვლა, მაგრამ 10 საათზე გამოვედით და მიუხედავად ამისა ნახეთ როგორი იდეალურია, ნახევრად მოღრუბლულია. აი არ გვაწუხებს არაფერი, არც სიცხე, არც სიცივე. ისე სიცივეს რომ ვახსენებ გაგანი და ივლისი და მაგარია. იმიტომ რომ ზაფხული არ დადგა, არ მოვიდა. დღის განმავლობაში ქარი წვიმანზე. ძალიან სიცხეების მუღამიც არა მაქვს, მაგრამ ბაიკზე ყველაზე მაგარი დრო არის ისე ჩემი აზრით გაზაფხული და შემოდგომა, როცა არ წვის რა. ან ესეთი ამინდი ზაფხულში რა. აჰა. ეს არის იდეალური. მოდის რა უნდა. ელოდები. Let's go. ვაიმე. აი ხამაზე შენი ბაიკით რო გადმოგევლო ხო გაგიბოკლავდა. რა იყო ადამიანს? ან პატარაზე აგაფუჭებული ასფალტი იყო. მე 2 კვირის წინ ხო ვიყავი დასავლეთში წამოსული რა და აი ბანით ვერ ისიამოვნებ, ვერ, იმიტომ რომ აი ხან რაღაცა ბუგაროკებია, ხან თხრილებია. ანუ მაგარი ბანი გვაქვს. არა, ძალიან ცუდ გამარებულაში აი ნახე. ისეთი გზა არ არის რომ თქვა აი ჩააჭირო ან რაღაცა სხვათა შორის ვაპირებთ რომ საკმაოდ ისე მელავიაროთ. ეს არ ვაპირებ თავის გაგიჟებას. ჩვენ ყოველს ეგრევე ვთანხმდებით ხოლმე რა, რაიძე რო გავდივართ. აი ეხა ვიაროთ ძალიან ნელა რა. მანქანაზე უფრო სწრაფად ცოტა კი მივიდით, მაგაზე არ ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისე ძალიან არა რა. მაგრამ ნახე რა გადატვირთულია გადაო.
მოკლედ რაც იქნება, მთავარია ჩვენ მაგარ ამბავზე მივდივართ. თავარია განწყობა არის, ორი ბორბალი არის, მზე არის, მუსიკა იქნება. რავი, კიდე რა უნდა გინდოდეს? მეტი რა გინდა ადამიანს. ჩვენ ცოტა რაღაცეები ვთხოვნის ბედნიერებისთვის. სულ რო სკუტერი იყოს და სკუტერით ხო დავდივარ ხოლმე. აი ჩვენი კანონიდან გამომდინარე ხო ვერ დავდივარ, ეხლა ეგრეთ ამამად ბაიკით, მაგრამ სკუტერითაც რო დავდივარ ძალიან სიამოვნებს და იმ მოთხოვნილებას მიკლავს ორი ბორბლის სურვილს. კარგი, ჩვენ ახლა წინ ცოტა საწავით შევივსებით. მე საერთოდ მიყვარს ხოლმე ბათუმში რომ მივდივარ, მარტო საწავით ჩასასხმარად ვჩერდები ხოლმე, მაგრამ გულობ გამოთქვა სურვილი რომ რაღაც ადგილებში გავჩერდეთ. არა ვაწინააღმდეგე არ შეგიძლია წახვიდე და დაგეწევია. არა, გენაცვალე. ერთად მივდივართ, ერთად ვიერებ. მოკლედ სადღაც ადგილებში გავჩერდებით. არც გვისაუზმია, ისე საუზმეზე რა კაი რამეს ვაპირებ, იცი? საუზმეზე გორში შაურმა უნდა ვჭამო, მე არ მაინტერესებს. მაგის გარეშე ხა როგორ შეიძლება დასავლეთში გორი წასვლა? როგორ გავიარო, ხო? Hello. გული გულობდესო და აი ადამიანი ერით მოგზაურობს შეხეთ. ძველი ვესპა. ან მაგარი. შვენივად ნახე. ყველაფერია. მაგარია, აგერ არის პატრონი. მაგარია. Hi. Hello. Well, from Italy, Wow. Hello. from us, riding from Australia. Wow. Wow. Amazing. გამარჯობა, ბაშულთან ერთად. Wow. Hello. Hello. No, Yamagari. I love Italy. Exactly from Italy. Near Venice. Near Venice. Yeah, near Venice. But we start in Sydney, Australia, Okay. and go back to Italy. Wow. So you went through the Asia Yeah. and came. Okay. Yeah. India, Thailand, China, Yeah. and then the stands Wow. near highway. Great. And then now from the highway, then Caspian Sea with a boat Oh yeah. Exactly. to Azerbaijan. Yeah. რა მქონდეს ახლა მარკერი მიუწერდი So- აქ რამეს. You now you are going through Turkey, Turkey, yeah. yeah, Bulgaria, and so Turkey, Greece. Greece. Ah, Wow. again with the ship, right? And No, once the Greece, up Albania, Montenegro, Croatia, all that ღმერთო, რა in the მაგარია. north. wow. Instead of diagonal, we do that Yeah, go up. because of the seaside. Yeah, will be very nice. Yes. I think Okay. tomorrow Black Sea and start the Now, swimming yeah, after many months of mountain. okay. We are going to Batumi. But this is after, just before the border. Yeah, before the border, Yes. seaside. Yeah, Is it nice? yeah, full of tourists actually. Oh yeah. Lot of tourists actually. There is some good event tonight, and Like we a are going. festival, What? like a music festival. Yeah. Neighbor villages are very nice near Batumi. Okay. Yeah, very nice. There is lot of green forests and very nice places to see.
But itself, Batumi is a lot of high buildings and Okay. developed city actually. Yeah. Developed for tourism. Yeah. I love your decision. You are going with your son and having fun. So now 7 months on the road, Oh, and it's cool. maybe three months about to reach Yeah. Italy, Trieste. Yeah. Ski is Instagram for us. Ah, okay. Take it. I already took photo. Do a car ski Instagram. You can see. Yeah, I already took some photos. Yes, I will find you. Okay. Have a nice ride, guys. Bye. Down. Bye. People that buy some city. Yeah, okay. Right. Bye bye. Wow, ramagari khalqi. მაგრამ ბარი გამოვშტერდი. თან როგორ ყველაფერი ქონდა, საბურავი ქონდა, საწვავი ქონდა, ყველაფერი ქონდა ვაფშე. შენ ბაიკზე რო ვჯდებოდი? იმდენი? აუ, ჩემი ბაიკი იყო გაფუჭებული, მეგობრებო. ესე იგი სტარტერი გამიფუჭდა ტრიუმფებზე. წინა ტრიუმფსაც დაახლოებით ეგეთი რაღაც დაემართა. ჩემ ხელში აღარ იყო, მაგრამ ვისაც ყავდა იმის გამო ვიცი რომ სადღაც 25000-ზე სტარტერი ხდება. ხო და გამოწერილი მქონდა ორი ვარიანტი მქონდა, ერთი ჩოთქების გამოსაცვლელი კიტი არის ეგეთი, რომელიც უფრო ძვირი ღირდა ვიდრე 2025 წლიანზე მოხსნილი სტარტერი და ოდექი და ეს სტარტერი გამოვწერე პირდაპირ და ლამაზად მივაყენე შვენივრად. ხო და დაახლოებით ეს პერიოდი გულოს ბაიკში თხოვლობდი და ისე დავდიოდი. კარგი. წავედით ახლა. თავარია სურვილი და მონდომება. თორე ხო ხედავ ძველი ვესპათი დადის. აუ, არა და რა მაგარი მუღამი აქ არა. ძალიან. რამდენით უნდა იაროს? აი 80-ით არის ივლის ალბათ, 80-ით. ვაი რა საყვარელია. ყველას გისურვებთ, რომ აი ეგეთი მონდომება და სიცოცხლის ხალისი გქონდეთ, როგორიც ამ ხალხს რა. ჩვენ კიდე წელიწადში 2 დღე თუ მოვახერხეთ სადმე გასვლა. აბა, დავწუწუნებთ რაღაც ელემენტარულს, რომ ანუ რაღაც საბურავი არ ამაქვს, რავი, 1000 სისულელე რა. თორმსიხება გამოსაცვლელი ან ვირო გაწვიმდეს. ეხლა რამდენი წვიმა აქვს იმას გამოვლილი წარმოიდგინე გზაში. რამე ეთქობა როგორი ბედნიერი იყო ადამიანი. ეგარი მთავარია მონდომება თქო რა. შეიძლება ის დაგვარათ აღჭურვილი, დანარჩენი კიდე ყველაფერი თავგადასავალია. ეხლა წავედით ჩვენი თავგადასავალი გავაგრძელეთ. ჩემი სურვილების სიაშია ეგ რომ ვიმოგზაურო მართლა ესე აი 1-3 თვე რა, რომ აი ვიარო, ოღონდ დაგეგმილი არ მქონდეს სად როგორ რანაირად. მაგრამ ტიპი იტალიიდან იყო ჩამოსული. ეგ არის ჩვენი სურვილების გადავადება რა. ბაიკერები აქეთ მორჩ აქედან თავამად შეგიძლია წევე იწამევე ითქვა. A few minutes later. ო, პატარა ჩიპი გვაქვს. ხორღატო.
გახსნილი გქონდეს ეს უფრო მალე გააგრილებს. შენი არის წინ რა. Okay. მე მგონი მიზეზი დავადგინეთ. ზეთი იყო მე მგონი ბევრი ჩასხმული ბაიქში. თქო ამას ვერავის დავაბრალებ. ჩემი ბრალი არის მე გამოვცვალე მაგჯიქსერში. ხო და ხო ნახე რომ 3 რატომღაც მახსოვდა რომ 3 ლიტრი მიდიოდა ამაში და თავის ფილტრიანად 2.5 მიდის თურმე და 9 ლიტრით მეტი ეს ხო. ამიტომ ეხლა როგორღაც აგერ ზესტაფონში ჯიგრებმა მათხოვეს 17-იანი ლუჩი ნაღდათა მქონდა და ჩამოუშვი ზედმეტი ზეთი და დავაყენე ნორმაზე. ტრიუმფი დაგვემგზავრა, რა კაია. ჩემდარი ტრიუმფი. მივდივარ ტემპერატურა პირიქით ჩამოვიდა რა როძაბძარი წეღან იყო 207 ეხა 195-ია ძალიან კაი ესე მოგვარდა რა ანდერხანში გაიწ აშკარა რომ მაგარ მე მგონი რომ უშველა 200 არც ნება 200 ვაფშე 198-19 ესე არის რა განზე უნდა გამოვსულიყავი? მაინც უნდა გამომხოლოდი რომ გაგეკეთებინა? ეგრე გამო. აბილორი 160 დავიწყე. მოგეუნები ქობულეთთან არ გამივლია შრალზე მეთქია აი ისიც გამოჩნდა ბათუმ აჭარაში თუ არ იწემა ისე რა მამული ხო მაგრამ აქაური წვიმა არ არის ხოლმე რავი არა ვაფშე არ ასველებს წვიმა არ არის თქო იმიტომ ვიძახი ხოლმე რომ აქ შეიძლება ჩამოირეცხოს ყველაფერი დილით შუა დღეზე მაგარი ამინდი გაიჩითოს ისე აგიხდეს ყველაფერი კაი ეს წვიმა არ არის ნოდარი ეს რა წვიმაა ლუი ამლიან დაგიძრამო რა ამბავი აჰა წოდ შესვენება თითქმის აი ბლექსი არენასთან ავართ უკვე რაც მთავარია გულოს ბაიკის პრობლემა მოგვარდებულია რაც მთავარია მე ბედნიერი ვარ
ესე იგი, ვინ ჩემ ლოგებს უყურებთ? აი, კიდე სასარგებლო რჩევა, ჩემსავით არ დაგემართოთ, მოკლედ 3 ლიტრი ზეთი ჩავასხით ამ ბაიკში და მოგვატყვა ChatGPT. ან მე შემეშალა რომ 3 ლიტრი უნდა მეყიდა და 2.5 მიდიოდა. როცა ფილტრს ცვლით, ესე იგი მიდის 2.5, როცა ზეთის ფილტრს არ ცვლით, მაგ შემთხვევაში მიდის 2 და 2, რომელიც აგერ ხუბზე აწერია და ჩემმა ბრმა თვალებმა ვერ დაინახა. აი ხანდახან რა ელემენტარულშია ხოლმე პრობლემა, რა აღარ ვიფიქრე, რა შეიძლება იყოს თქო და თურმე ზეთია ბევრი. აი ეს ადგილი გებიცები ბაიკით შრავზე არ გამიგია. ეგრევე იგრძნობა აქეთ ნესტი. და ჰაერში ზღვის სუნიტრია. ხილვარ. მაშასე მეგობრებო, მშვენიერი მეორე დღე გათენდა. გუშინ ქალაქის შემოსასვლელთან გამითავდა ზუსტად ორივე კამერაში ბატარეა და ვეღარ დავასრულე ვიდეო. ეს მშვენივრად ჩამოვედით. წამოსვლის მიზეზმაც ძალიან კარგად გაამართლა. ხმაზეც მეტყობა. კაი გულაობა იყო. თუ ვიდეოს მოვხდა მე რაღაც კადრებსაც ჩავსვო და მოკლედ სულ ეს იყო, აი ნახევრად ღრუბლიანი ბათუმისთვის დამახასიათებელი ამინდი გვაქვს. არა, ჩვენთვის თავარია რომ აგერ ბაიკებით ვართ, მშვენივრად ამ ხელა საცობებს ვარიდებ თავს. დღეისთვის სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში ახალი ჩილაუთებით და ამბებით. Feels like you left home a long time ago, but I know you're still